დღეს როდესაც ჯვარს უყურებდი მე ზემოთ წაში, მაშინ გავიფიქრე, რომ ეს ჯვარი ღმერთის ნებით ირინე ენუქიძემ და იმ ბავშვებმა გამოხატათ, რომლებიც ხეცურად არიან მოკლული სააკაშვილის მთავრობის მიერ. მე მინდა გითხრათ დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოგწადით. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ შვილებს ერთი ღერითმა არ უნდა ჩამოუვარდეთ. დიდი მადლობა ამისათვის. იყავით ბოლომდე ერთად. ბოლომდე, რომ ეს ზალადობა ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს საქართველოსგან, ეს ფაშიზმი წავიდეს აქედან. და ერთხელ და სამუდამოდ იცხოვროს წყნარად და თქვენი შვილები გაუშვათ ქუჩაში წყნარად. დიდი მადლობა ყველაფრისათვის. სიტყვას გადავცემთ თანასწორობის ინსტიტუტის წევრს ბატონ ლაშა ცხარდიშვილს. მოგესალმებით ქართველებო. მე ამბაკი ვარ იმითარ რომ ვარ ქართველი, ვარ საქართველოს შვილი. ქართველებო და არაქართველებო, ყველას მოგესალმებით, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, იმიტომ რომ გვიყვარს და ჩვენი შეკრების მიზეზი არის სიყვარული საკუთარი სამშობლოსი, ერთმანეთის, საკუთარი მომავლის, განსხვავებით ხელისუფლებისაგან, რომელსაც არ უყვარს არც საქართველო, არც ქართველები, არც ადამიანები, არც არაქართველები, არც ქართველები და საერთოდ არავინ. მათ საკუთარი თავის არ უყვართ როგორც ჩანს. იმიტომ რომ უყვარდნენ, მიხვდებოდნენ რომ ამგვარი მოპყრობა არავისთან არ შეიძლება. მით უმეტეს საქართველოს შვილებთან, რომლებსაც აქვთ ამაყი ხასიათი, რომლებიც ღირსების შელახვას და თავზე გადავლას არავის არ აპატიებენ. ჩვენ დღეს ვითხოვთ იმას, რაც მოსათხოვდი არ უნდა იყოს. ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას, ვითხოვთ იმას, რომ საკუთარი ქვეყნის ბედი ჩვენ გადავწყვიტოთ. ქვეყნის ბედის გადაწყვეტის საშუალება არჩევნებში მონაწილეობა. და ჩვენ ეს ხელისუფლება 4 წლით დავერჩიეთ და იმის გულისხმობ საკუთარი ხმები დაგვეცვა 4 წლით დაგვიდეკით. აქ გომი ხალხი 4 წლიდან სააკაშვილის გამო არ მდგარა განწყობდეთ, მეც აგვიდეკი და თუ ამით რაიმე დაუშავეთ ჩემ ქვეყანას, მინდა პატიება გთხოვოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენი უმრავლესობაც აქ იყო და აქ იყო იმიტომ, რომ არჩევანთანაც არაპატია უგაონება. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლების ცვლილებას კანონიერი, სამართლიანი გზით. ჩვენ ვართ მართლები და ვართ კანონიერები. იმიტომ რომ კანონი შეიძლება იყოს უსამართლო, მაგრამ ჩვენ როგორც კანონის თანახმად, ასევე სამართლის თანახმად მართალი ვართ. იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარი თავი დაეტოვებინა ხელისუფლებას ჩვენს მაგიერ. და ჩვენი მაგიერ ბედის გადაწყვეტის უფლება არავის არ აქვს. ამიტომ მოგიწოდებთ მშვიდობიანად ერთად ყოფნით, ერთ უჯად შეგვით, ისე როგორც ეს მუშტია. ავწიოთ ეს ხელი. ავწიოთ ეს ხელი და ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ძალა ჩვენთან არის. ბევრი ჩვენა ვარ და არა დადიანაც და მისი მეგობრები, სააკაშვილი და მისი მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ბევრი ვართ და ამიტომ რასაც ვიდა იმას ვიზავთო. ვერაფერსაც ვერ იზამენ. ბევრი ჩვენ ვართ, ბევრი არიან საქართველოს შვილები და ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე საქართველოს კეთილი მომავლისთვის, დათელი მომავლისთვის და იმისთვის, რომ საქართველოს ბედი გადაწყვეტოს საქართველოს ხალხმა და ამ ხელისუფლებამ დანიშნოს არჩევნები, სადაც თითოეული ადამიანის ხმა იქნება დაცული. ჩვენ აქ ვარ საკუთარი მომავლისთვის და არა ოპოზიციური პარტიებისთვის. აქ რომ არის 10 პარტია, ეს იმის ნიშანია, რომ ეს არ არის პარტიული მოძრაობა, ეს არის სახალხო მოძრაობა, რომელიც იბრძვის ხალხის წვევისთვის, ხალხის არჩევნისთვის და იმის, რომ თითოეული ადამიანის ხმა და თითოეული ადამიანის ინტერესი იყოს დაცული და არა რომელიმე პარტიისა. და ეს გვაძლევს იმისა, რომ ქართველი ხალხი და ყველა ისა პარტია, რომელიც ხალხის გვერდზე გაიმარჯვებს და ყველა პარტიას თავისი აუმჩეველი ეყოლება, ყველა ხმა დაცული იქნება და ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველოს მომავალი იქნება ჩვენი. ერთიან დემოკრატიულ თავისუფალ საქართველოს გაუმართ! 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 თქვენ გაგიმარჯვებთ ხალხო, გაგიმარჯვებთ. სიტყვას გადავცემთ კომპოზიტორ ვაზა აზარაშვილს. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. მართლაც რო იტყვიან ამდენის მოწმედა მართლა აღარ შეიძლება, იცით? რომ უყურებ ამდენ მიტაცებულ შენობებს, ამდენ რა ვიცი გაუბედურებულ ხალხს, როდესაც არაფერს ყურადღება აღარ ექცევა, აღარც სპორტს, აღარც ხელოვნებას, აღარც რა ვიცი მუსიკას და სხვას, უკვე აღარ იცი რა გააკეთო ადამიანმა.
აი ძალიან ღელავ და ძალიან დაბნეული ვარ, იმიტომ რომ რა ვიცი 71 წლის კაცი და თურმე სიტყვილად მიმუშავია. ის რაც მე გავაკეთებ და ჩემმა მეგობრებმა, კოლეგებმა თურმე აღარ აინტერესებთ აქ. მაგრამ ის უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი მთავრობა, ჩვენი სიმღერებით არიან ნამზილი, კაც. მე ვერ მოვიკლავ ახლა აკაკის გამზენებით თავს. მშობლებმა იფიქრონ ნაშვილები გაზარდეს, კაც. მე მოგმართავ თქვენ, მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ და უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, სიყვარულისთვის, მეგობრობის მოი, რომ კიდევ ერთხელ აყვავდეს ქართული სპორტი, ქართული ხელოვნება, ქართული მეცნიერება, გლეხმა იმუშაოს თავის მიწაზე, რაღაცა ახალი ნახოთ, კაცო, მრეწველობა, წარმოება, ამოძრავდეს და სხვის შემკური არ ვიყოთ. გაუმარჯოს სიყვარული, იმიტომ რომ მოთმინების ფიანა მართლა უკვე აივისო. მოგესალმებით და გისურვებთ კარგ ცხოვრებას და რა ვიცი, მოდით სიმართლემ, ჭეშმარიტებამ და სიკეთემ გაიმარჯოს ამ ქვეყანაზე. მეგობრებო, თქვენის ნებართვით მინდა ახალგაზრდებს მოუწოდო. ახალგაზრდებო, აი გვიცხართ პოსტასთან დაანებეთ ყველაფერს, დავით აქეთ წამოდით. შეწყდეს მან ძიძგილობა და ჩხუბი, რაც დაკიდეს. ეს ხელისუფლება არის ნიანგის რედაქცია და დავით რაღაც შარჟი გამოკიდეს და ნუ გვაქვს რეაქცია, საერთოდ ნუ უყურებთ რა. ირგიტაძე არის ნიანგის რედაქტორი და გამოკიდა თავის შარჟი და დავანებოთ ეხლა თავი. არ შეიძლება მაგის გულთვის იქ ვიჩხუბოთ ეხლა. წამოვიდნენ სულ ყველანი აქეთ ხარეს. ეხლა სიტყვა მინდა გადავცე ყველაზე დაჟინებულ ქალბატონს, აქ ვინც არის ჩვენ გარშემო ქუთაისიდან ქალბატონ ნატო ნემსაძეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აკარობას არ დატოვებთ. მოგესალმებით საყვარელო ქართველო. უპირველეს ყოვლისა, ღმერთმინდა მადლობა შევწირო იმისათვის, რომ მიუხედავად მრავალი ბარიერებისა, ჩვენ შევძელით იმ დიდი კარტონის გარღვევა, რომელიც ჩვენ გამისცადეთ წუხელი 4 საათის შემდეგ ქუთაისიდან თბილისამდის. მადლობა თქვენ თანადგომისათვის, ერთგულებისათვის, ვაჟკაცობისათვის, დიდი რაინდობისათვის. გაიხარეთ ხალხო! მინდა საკუთარი ლექსით მოგესალმოთ. მამული შვილო, გამოვიღვიძოთ, გამოვახილოთ სწრაფად თვალები, მანამ ვებრძოლოთ უსამართლობას, რამდი მხრებს გვადგას ჩვენი თავები. ამოვასუნთქოთ დანჯულიერი და გაუქენოთ მზიანი დღენი. ამ უსამართლო ხელისუფლებას გამოუსხელმოთ სიცოცხლის დღენი. ერთად ვიშრომოთ, ერი ვამშვენოთ, ტრისგან ანგრევი გოხდათ ვაშენოთ. ვინც შეიგნებან ჩვენს გვერდით დავსვათ, ვინც არა მოვსვათ, გადავაშენოთ. ჩვენ საფიქრალი ძალზე ბევრი გვაქვს, გარეშე მტერიულებელი გვყავს. შრომით და ბრძოლით ვსვლიოთ ყოველში, რომ გავიხაროთ წუთისოფელში. გაგიმარჯოთ, გახუტუნეთ, გახვევით, ჩემო საქართველო, ჩემო ქართველებო, ოცნით, მრავალშაბიერ დღეს ქართველებას. სიტყვას გადავცემ ბატონ გია ჩაგარეიშვილს. მოგესალმებით ჩემო დებოტა-ძმებო, ჩემო ქართველებო, გაგიმარჯოთ, გაიხარეთ ხალხო. ჩვენ ერთთვის უკან 28 სექტემბერს შევიკრიბეთ ამ მოედანზე და დაგვირდით, რომ 2 ნოემბერს ისევ თავს მოვიყრიდით აქ სადაც საქართველოს გული ფეთქავს, აქ სადაც გადაწყვეტილა ყველა პრობლემა, აქ სადაც ჩვენი წინაპრების სისხლია დაღვრილი, ამ სისხლმა, ამ ცრემმა შეანივთა თქვენი აღშფოთება დღეს. ჩემო ძმებო და დებო, გაგიმარჯოთ ქართველებო, გაიხარეთ, რომ ჩვენთან ერთად აქ დგეხართ და ახმოვანებთ ამ მოთხოვნებს. გამოვიდეს საქართველოს ხელისუფალი და ჩაგხედოთ თქვენ თვალებში
მასწავლება როგორც გოელის სოროში გამოვიდეს ახლა იგი სიგნალშია ჩამოვიდეს აქ თქვენთან ჩამოვიდეს და გვითხრას რა უნდა ამ ხალხისგან რატო დანჯავს ამ ხალხს რატო ართმევს საკუთრებას რატო ხოცავს ჩვენ ძმებს და დებს რატო ანაწევრებს ამ ქვეყანას რატო გვიყიდის სამშობლოს რა უნდა ჩვენგან რა უნდა რატო არ ახსოვს არაფერი რას თქვენ დაგპირდათ 4 წლის უკან რატო დაივიწყა ყველაფერი სად არის ეს პირობა სად არის ეს პირობა რა პირობითაც იგი მოვიდა აქ ამოიღეთ ხმა ხალხო ვინდა ჩვენ ესეთი ხელისუფალი არა 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 საქართველოს გაუმარჯოს 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 გაიხარეთ მეგობრებო გაასწორეთ მან გიქნებ გაასწორეთ ეხა ისმის მეგობრებო არის მის მან გაასწორეთ რა მეგობრებო არის მის კიდე შეაერთეთ რა მეგობრებო სიტყვას გადავცემ ქალბატონ მანა ნიკოლაიშვილს პედაგოგთა ასოციაციის პრეზიდენტს მოგესალმებით მეგობრებო ქართველი მასწავლებლები უერთდება ამ დიდ აქციას ცრუობს ხელისუფლება როცა ამბობს რომ სკოლებს ვაშენებთო ვარდების რევოლუციის შემდეგ 1000-ზე მეტი სკოლა დახურეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და სოფლებსა და ქალაქებში დახურეს და გაანადგურეს ამ ზაფხულში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები გაგვინადგურეს უნივერსიტეტი კლუბად გადაგვიკეთეს მეცნიერებათა აკადემია ჩვენი სახელოვანი ინტელიგენცია გმინავს გაამათხოვრეს და დაამონეს მასწავლებლობა 200 ლარიო პრეზიდენტო არ აღსხმენია როდესაც შენს უზნეო ხელისუფლებას პარლამენტარებს და მინისტრებს 3000 ლარი აქვს 200 ლარი იანვრიდანო და თანაც ევროპულ ქვეყნებშიც ასიაო ცრუობს პრეზიდენტი ცრუობს კიდევ ერთხელ ევროპულ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში ამ პლანეტაზე ისეთ მონურ მდგომარეობაში როგორც საქართველოშია მასწავლებლობა არსად არ აღავს და მე მაინტერესებს ამ უცხოელი ექსპერტების აზრი ნატოსკენ რომ მივდივართ მასწავლებლობა და ინტელიგენცია ყველა ევროპულ ქარტიაში და დოკუმენტში ჩაწერილია რომ ერის სინამძღოლია საზოგადოების სინამძღოლია დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების წინ მავალი რაზმია და ის უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში სად მივდივართ რომელ დემოკრატიაზეა საუბარი როდესაც სკოლა სისხლში იხჯობა ამდენი მკვლელობა გახსოვთ ჩემო თვითფასებო სკოლაში გთხოვთ მე შეგახსენებთ რომ ოპოზიციის ულტიმატუმი 60 წურვამდე 9 საათზე ოდნავ მეტი რჩება პარლამენტში ნინო ბურჯანაძესთან უმრავლესობის ლიდერების კონსულტაცია მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება ქრონიკის კორესპონდენტი ლაშა მიქაძე ის პირდაპირ ეთერში გვერდება ლაშა რა ინფორმაცია გაქვს ამ დროისთვის და აკეთებენ თუ არა რაიმე კომენტარს უმრავლესობის ლიდერები
უმრავლესობის წევრებისთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. უკვე 40 წუთია ნინო ბურჯანაძესთან მიმდინარეობს მმართველი პარტიის წევრების შეხვედრა. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ გადაწყდება შეხვდება თუ არა ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას და წავა თუ არა ხელისუფლება რაიმე სახის დათმობაზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ულტიმატუმად ეს რაღაც ნახევარი საათი რჩება. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან საარჩევნო კოდექსში გარკვეულ ცვლილებებზე ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყონ, თუმცა არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე კატეგორიულად 2008 წლის გაზაფხულზე არჩევნების დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. არასერიოზულია ხა, მგონი ყველას ესმის ხა რა ულტიმატუმებზე ლაპარაკი ხა. მithumetes ხან ერთ უკიდურეს ვაშვარდებიან, ხან მეორეში, ხან დიალოგი და რაღაცას დავილაპარაკო და ხან ულტიმატუმია. ხა ეს ღრმად არასერიოზულია, მაგრამ ხა უფლება რომ ნებისმიერი ულტიმატუმი წამოაყენონ აქვთ. ოპოზიცია თავს ასევე ბურჯანაძესთან შეხვედრას აპირებთ თუ არა, რომ შეხვდეთ თქვენთან იქანოდენინო. ბურჯანაძესთან შეხვედრა ჩვენ ოპოზიციას ან ნებისმიერ დეპუტატების შეხვედრა რომ ნდედა, როდის იყო პრობლემა. ჩვენ ყოველ კვირა ხვდებით ერთმანეთს და ყოველ ორ შაბათს საერთოდ ტრადიცია არის პარლამენტის შეხვედრას. ეგ საერთოდ რატო დასასმელი საკითხი ვაგას ვერ ხვდები. რაც შეეხება 6 საათამდე გადადგომის მოთხოვნას და რაღაცებს, ეს ღრმად არასერიოზულია, კიდევ ერთხელ მეორე. არჩევნების დანიშვნა? არჩევნების დანიშვნა? გაზაფხულზე. ამაზეც უკვე დავიბენი რა არის მთავარი მოთხოვნა, მათ სიმართლე გითხრა, მაგრამ არჩევნების ვადამდე ჩატარებაზე, ანუ კონსტიტუციის შეცვლაზეც აქამდე არაერთხელ ითქვა, რომ ჩვენ ამ იდეას არ უჭერთ ხარს და არარეალური არის ამის განხორციელება, ამის არანაირი არგუმენტი და არანაირი საფუძველი არ არსებობს. არჩევნები არის 1 წელიწადში და ჩატარდება 1 წელიწადში. თუ არ დაიშალა აქცია არანაირი ზომის არ მიიღოს აქციის ჩატარების, მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება არის, გარანტირებული უფლება ნებისმიერ მოქალაქეს. მშვიდობიანის უღონთ რა თქმა უნდა, კანონის პარაგრაფში ამას ხაზს უსვა. ჯერჯერობით ეს მშვიდობიანი. რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს ეს აქცია, რომ დამთავრდეს აქციები საქართველოში კიდე იქნება, საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა და აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა, ულტიმატუმის საუბარი ეს მე მგონი უკვე დანაშაულია საერთოდ. იმიტომ არ შეიძლება ულტიმატუმის ენაზე ელაპარაკო, თუნდაც განაცხადი მთავრობას, რომელიც იქით არის დანარჩენი საქართველოს, რომელიც არ არის მარტო 100,000 კაცი, ხო? ამიტომ ულტიმატუმები მე მგონი ეს არის დაძაბულობის კიდევ ერთი მცდელობა და ეს არანაირად არ შეიძლება მიუღებელი იყოს. ვინაიდან ახლა თუ ჩვენ მოთხოვნები რეალურად არის ოპოზიციას ის რომ რაღაც კუთხით გამოსწორდეს მდგომარეობა და იყოს დიალოგი, მე მგონი აქ ულტიმატუმის საუბარი გამორიცხულიც კი უნდა იყოს. ვინაიდან კიდევ მეორე საქართველოს პრეზიდენტის გარეშე ჩვენთვის მიუღებელი და ნებისმიერი ქართველისთვის ვინაიდან როდესაც ქვეყნის ინტერესი არის მთავარი ის რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, ქვეყანა იყოს ერთიანი და ამ სტრატეგიულ გზაზე მართლაც ძალიან ბევრი გასაკეთებელი. მე მგონი აქ ახლა მთავრობის პრეზიდენტის გადადგომა ეს კიდე დაძაბულობას გამოიტანს და მე ვფიქრობ რომ უფრო სხვა გზით შეიძლება, უფრო ცივილი გზით შეიძლება ერთმანეთს შორის დიალოგის ჩამოყალიბება, ოღონდ ამას არ ჭირდება, რა თქმა უნდა, კიდევ მეორე ულტიმატუმის დონეზე საუბარი. დავიწყოთ. აი ბატონო, 6 საათამდე ულტიმატუმს ატარებს ოპოზიცია, რომ მათ მოთხოვნები იქნას დაგუპირებული, ან დაიწყოს დიალოგი და საბოლოო პასუხი, რას აპირებს ხელისუფლება, რომ აქცია აპირებს დაშლას. როგორია თქვენი პოზიცია? საერთოდ ულტიმატუმის ენაზე საუბარი არ არის არავისთვის მომგებიანი. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, ეს ეხება მხოლოდ პროცენტთან დაკავშირებით ცვლილებებს. ასევე შეიძლება საუბარი იყოს, რომ გაუმჯობესდეს საარჩევნო სისტემა თუ რამე პრობლემა ექნება დაკვირვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ეს საარჩევნო სისტემა ვერ იქნება პარტიული, ამაზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა. დანარჩენი მოთხოვნები პრაქტიკულად რაც გულისხმობს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას და ასე შემდეგ, ეს არის ანტიკონსტიტუციური მოთხოვნა. მადლობა ლაშა მიქაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. მან გაგვაცნო უმრავლესობის წევრების პოზიცია. მე შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია და დათმობაზე აქ საუბარი უკვე აღარ არის. ცოტა ხანში ჩვენ შემოგთავაზებთ ოპოზიციის კომენტარებს, თუ რას აპირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი არ შედგა უმრავლესობის წევრებთან. ულტიმატუმის ვადა კი 18 საათზე იწურება. ჩვენ ვუბრუნდებით კვლავ რუსთაველის გამზირს, სადაც გამოსვლები გრძელდება. სამარეში როგორც მიშა სააკაშვილს და ვინც გუნდს ელოდება აგერ მოსულია 10,000-ობით ადამიანის შესახილი. მაშკა გვიმარჯოს, მაშკა გიმარჯოთ. იხარე ერო, ოკვდი მტერო.
სიტყვას გადავცემ ბატონ მერაბ სეფაშვილს. გამარჯობათ, მეგობრებო. მე სიმართლე გითხრათ, პირველად მიწევს მიტინგზე ყოფნა და ძალიან არ მინდოდა არასდროს არც ერთ პერიოდში რაღაცა ჩემი სიტყვით მე სხვა პროფესიის კაცი ვარ და თქვენც ალბათ გირჩევნიათ რომ ვიმღერო ხოლმე მე ვიდრე ვილაპარაკო. მე მინდა უბრალოდ რამოდენიმე სიტყვით თქვა. მინდა გამომეხატა ჩემი პოზიცია აქ მოსვლით. მე არასდროს და არავის გვერდში არ ვდგევარ, მე ვდგევარ იქ, სადაც საქართველოა, მე ვდგევარ იქ, სადაც სიყვარულია, მე ვდგევარ იქ, სადაც ერთობაა. მე უნდა ვიდგე იქ, სადაც ჩემი საქართველოა, სადაც თქვენ ხართ. ანუ მე ვარ თქვენი ნაწილი, უბრალოდ აქედან გესაუბრებით. ჩათვალეთ რომ ამ ვდგევარ მე და მე მინდა რომ ჩვენ ვიცხოვროთ აი ისეთ ქვეყანაში, სადაც ასე უყვართ ერთმანეთს. წეგან საუბრობდით მე კიდევ ვიტყვი რომ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი მეთქი სულ მაგრამ იცით რა მე ერთი რამ ვიცი რომ ძალიან დიდი ხანი გავიდა რაც აქ ბრძანდებით რაც აქ გეხართ და მე არ ვიცი რამდენი ხანი მოგვიწევს აქ ყოფნა მე ვფიქრობ რომ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც კარგი იქნება რომ ჩვენ სულ მალე დიალოგზე წავიდეთ ვისაუბროთ და მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს იმიტომ რომ როდესაც ხალხის ნება ასეთია მე ვფიქრობ რომ ასეც უნდა მოხდეს მერთის წყალობით მე უბრალოდ ბევრი მართლა არ შემიძლია ვილაპარაკო შემიძლია ვიმღერო კიდევაც აი თქვენი სიყვარული ვიმღეროთ მაშინ ყველა ვიცით ეს სიმღერა და რაღაცა მე ვფიქრობ ერთად ვიმღეროთ აჯობებს Nasa Sabarski abovse jadari Zedeman alersitaso Ichebit navadari Ertad დიდი მადლობა და რა ვიცი მოუწოდებ ყველას ვისაც შეუძლია აი პატარა მუხტი შეგმატოს ჩვენ მეგობრებო ერთი რამე გვახსოვდეს ჩვენი დაშლა აქ არ იქნება ჩვენი უპასუხო წასვლა სახლებში არ იქნება ამისთვის იყავით მზად აქ დავრჩებით ჩვენ ღამეს აქ ვიკრებით დღეს აქ ვიკრებით იქამდე სიტყვას გადავცემ და თქვენ მიაქციეთ ყურადღება რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში დგას ფეხზე ყველა ვართ ერთად და სულ ყველანი აქ ვართ თქვენთან ერთად ხალხთან ერთად ამდენი ხალხი დიდი ხანი არ ახსოვს რუსთავის გამზირს დიდი ხანი არ ახსოვს მეგობრებო ექიმი თუ არის ვინმე ახლოსადმე
საჭირო. მიუშვით. გაატარეთ. ეკიმი გაატარეთ. მეგობრებო, სიტყვას გადავცემ სახალხო პარტიის ლიდერს ბატონ მამუკა გიორგაძეს. ჩვენთან არს ღმერთი. ბატონებო, ქალბატონებო, ალბათ არც ჩვენგანს არ უნახავს ამდენი ქართველი ერთად ამღერებული. არც ერთ ქართველს თითოეულ ჩვენგანს ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს, რომ ამდენ ქართველს ერთად ემღერო საქართველოზე. აი ახლა სულ რაღაც ერთი წუთის წინ აქ კიდევ ერთი საოცრება მოხდა. ასე შეერთებული ხმებით იშვიათად ჩვენ გვინახავს ქართველები და ეს უკვე გამარჯვება. ეს უკვე პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ. ის რომ ჩვენ ერთად საქართველოზე ვღერი ვართ, ეს უკვე პირველი ნაბიჯია და ეს გვაძლევს იმეს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. გადის წლები და ყოველ 2 წელიწადში, 3 წელიწადში თუ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენ ამ კიბეებთან ვიკრიბებით. ჩვენ ამ კიბეებთან ერთობა და სიყვარული ვაკავშირებს. ჩვენ ერთობა და სიყვარული კვლავსა და აქ მოვიდეთ, მაგრამ მიზეზია სამწუხარო. ყოველთვის მოვდივარ იმიტომ, რომ ვიღაცას უთხრათ წადი. უნდა დავტარდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს დრო. უნდა დავტარდეს ერთხელ და სამუდამოდ და მხოლოდ გამარჯვებული იყოს ის იდეა, რომელი იდეაც ყოველთვის ამ კიბეებთან ისმოდა მე-9 აპრილი მართლობაში. ის იდეა, რომლის დაცვისთვისაც იუნკერები ჩვენს ზურგს უკან განისვენებს ამ მიწაში და სანამ ეს იდეა, ქართული იდეა არ იქნება გამარჯვებული, სანამ ქართველი ერი ქართულ გზაზე არ შევდგებით, რომელიც უფლისგან არის მიმართული, ჩვენ კვლავ მოგვიწევს პერმანენტულად 2-3 წელიწადში აქ მოსვლა. ამიტომ დადგა დრო, რომ ავირჩიოთ სწორი მიმართულება, დადგა დრო, რომ ძალა მარტო ერთობაში არ არის, ძალა სიმართლეშია, ძალა წესმარიტებისკენ მიმავალ გზაშია და ჩვენ სწორედ ამ გზაზე უნდა დავდგეთ. ღმერთმა ჩვენ განსაცდელი მოგვივლინა, ღმერთმა ჩვენ მაგალითი მოგცა სააკაშვილის რეჟიმის სახით, თავის ჩვენ საკუთარ სარკეში ჩავიხედეთ, დავინახეთ, რომ ასე ცხოვრება მეტი აღარ შეიძლება. სწორედ ამიტომ ასე შეკრული, ასე გაერთიანებული, ასე ლამაზად ხმაშეთყობილი ქართველი ერი უნდა ვიდგეთ ბოლომდე, რათა დასამართეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ბოლშევიზმი და მხოლოდ ქართულ გზაზე, მხოლოდ მართლმადიდებლობით გულანთებულები, მხოლოდ ქართული ტრადიციებით შემართულები მოვიპოვებთ ხვალ გამარჯვებას. დიდება უფალს. მეგობრებო, ერთი წუთით რა. ერთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, განსაკუთრებით ლეიბორისტული პარტია იყოს ყურადღებით. როგორც მოვიდა ინფორმაცია რუსთაველის თეატრის მხრიდან, ლეიბორისტული პარტიის დროშებით აპირებს სოდის და კუდის თანამშრომლების რაღაცა რაოდენობა შემოსვლას და დესტაბილიზაციის შემოტანას. ამიტომ ყურადღებით იყავით პარტიის ლიდერები და ნახეთ ვინ არიან და რა დროშები მოაქვს და სადაც რა ხდება იქით იმ მხარეს. არავით არის არაფერი შიში არ შეგეშლით არაფრის, უბრალოდ იქვე არ უნდა. მეგობრებო, სიტყვას გადავცემ გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ ზაზა გაბუნიას. თავისუფლების მოყვარე, ქართველი ერის ღირსებასა და გენიას გაუმარ! დღეს თავისუფლების მოყვარე, ქართველი ერი, დღეს თავისუფლების ხურვილი, ჭეშმარიტი თავისუფლების ხურვილი დამაშრალი ქართველი ერი ითხოვს და ერის ჭეშმარიტ გამარჯვებას. და ეს ჭეშმარიტი გამარჯვება სახეზია და ძალიან ახლოს არის ვინაიდან ვართ კონსოლიდირებული და გაერთიანებული. სწორედ ამაში იყო საუკუნეების განმავლობაში ფორმულირებული, კოდირებული ჩვენი გამარჯვების მთავარი ფორმულა. დღეს მთელი ქართული საზოგადოებრივობა
პროცესებში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ჩვენი ქართველი ახალგაზრდობა, თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა, ვინაიდან და რადგანაც ქართველი ახალგაზრდობა ამა თუ იმ ეპოქაში ჩვენი ისტორიის სიგრძეზე იყო უმთავრესი სინდიკატი, იყო უმთავრესი ავანგარდი ჩვენი საზოგადოებრივი განვითარებისა. ასია ეს დღესაც. დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას მართავს წიწამურთან აღზევებული მესამე დასალების სულიერი მემკვიდრე ხელისუფლება. მაგრამ ქართველო ახალგაზრდობაო, დღეს ჩვენ ჭეშმარიტ და დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახელმწიფო შენებობისათვის ჭირდება თერგდალეულთა სულიერი მემკვიდრე ახალგაზრდობა. ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი, მოხდეს კონსოლიდაცია და ერთად დავდგეთ ჩვენი სულიერი ფასეულობების, ეროვნული ღირებულებების, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასაცავად, რათა არა ლენინის, ბერიას, ხრუშოვის და სხვათა 21 საუკუნეში რეინკარნირებული პროტოტიპების, ბოკერიას, მერაბიშვილის, სააკაშვილის და სხვათა სამართავი, არამედ თითოეული ჩვენგანი სამართავი იყოს ქვეყანა სახელად საქართველო. თავისუფალ, დემოკრატიულ, ჭეშმარიტად ქართულ საქართველოს გავუმართ! 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 მადლობა. მეგობრებო, ხა არ შემიძლია რომ სიტყვა არ გადავცე 85 წლის ქალბატონს პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების წევრს ქალბატონ ნადია ლაშხიას, რომელიც ჩამობრძანდა ჩვენთან სენაკიდან. მარტვილიდან უკაცრავად, მარტვილიდან. ყველას შემოგლებია ჩემი სიცოცხლე. ჩემი ყველა გვერდინაო. ჩემი ყველას, ჩემი საქართველოს, ჩემი ანკარას სიცოცხლე. აშკიდან დაძებულ აქედა ვინც გეხართ აკარე. ჩემი ანკარას სიცოცხლე. თოვრის თითქმის წმინდა ანკარა. თქვენ შემოგლებია მოსვლისათვის. მომესიტნება უძონო დღეს ჩემი მეორე დაბადების დღე. შემოძირფასებო. შემოსამეო ქართველებო. მეგრელებო და ყველა ჯურის ხალხო. მე თქვენ წინაშე ვდგებარ. ქართველ დედა დაბადებული. უმძიფრო და წყურს უყარება. უმძიფრო ადამიანი და წყურს უყარება. ულ დასწრებული და ულ გამწვარი. უსამართლობისაგან, უკანონობისაგან. ჩვენი თაობის პენსიონერები ჩვენმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს მოგვიწვია შეხვედრაზე კოტა მარჯანიშვილის თეატრში. შეხვედრაზე იყო 10,000 კაცი. იქ დაგვირდა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტ ბატონი, რომ ყველაფერს გაგვიკეთებდა. ყველანაირად დაგვეხმარებოდა. 3 საათი იყო მიმდინარეობდა შეხვედრა 3 საათი. იმედი მქონდა ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. მაგრამ რომ პენსიონერები მაცხოვრები ვართ. მაგრამ რომ გულდასმეტილი ვართ. ჩვენ ამის სიკვდილი არ გვინდა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ტერორიზმის. ტერორიზმი არა. არაკაცკვრა ეს არის ქრისტიანული იდეა. არა ტერორიზმი ეს არის საშინელება. ჩვენ გულდასმეტილი ვართ. ილია მოგვიგდეს ერის უკრაინა მეფე. შემდეგ ზიად გამსახურდია რომელსაც სამყაროს, საქართველოს, სამშობლოს თავის სიცოცხლე შემოავლო. მას უღალატეს. დამიღუბეს. ახლა ჩამოძვირფასებო. ეს საშინელია. აი ეს დასგარი შავი. ურამ შარაძის არის. ურამ შარაძე. ჩემი მასწავლებელია. ამის შემდეგ მე ავად ვარ. ენა დამება და ექიმებმა მომარჩინა. 20 მაისიდან ახრაუდა გითახი 20 მაისიდან. გისურვებთ გამარჯვებას თავისუფლებას. თუ მთავრობა გაიღოძებდა, მოგრუნდა მას ჩვენთვის ეს კარგია. თუ არა, გადაშენდეს.
მინდა გადავწე ერთი წუთით რა ეხლა სიტყვა მინდა გადავწე ბატონ ლევან მინაშვილს რომელიც 2003 წელს აქ იდგა რევოლუციის დროს პატარა ანასთან ერთად რომელიც მაშინ სუთოების იყო ეხლაც აქ არის ჩვენი ანა და არის 4 წლის და ისევ აქ დგანან ორივენი ეხლა დაინახა მოგესალმოთ ყველას მე და ჩემი შვილი და თქვენ ასევე მოგვატყულა იმ ხელისუფლებამ რომელიც იყო შევარდნაძის მოკვერები რომლებიც არიან შევარდნაძის ნარჩენები ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავაცილოთ სასწრაფოდ მე მინდა კიდე გითხრათ რომელმა ხელისუფლებას დაგვიხოცეს ახალგაზრდა ბიჭები აი ეხლა გამოვიდე და დავხოცონ მე და ჩემი შვილი მე ვიდგები ბოლომდე თქვენთან ერთად აი ჩვენი ჩარეცხილები რო უწოდეს ჩვენ დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, აი ეხლა ჩავრეცხავთ ჩვენ ამათ. დიდი მადლობა თქვენ და აი ეს ვარდი, აი ეხლა გამატაროთ გთხოვთ, მე მიმოხს პირდაპირ მიხეილ სააკაშვილი კანცელარიაში, რომელიც უკვე დაჭკიდა და უნდა გადავაგდო. მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ მეორე ხარისხოვანი ლიდერები ნაციონალური მოძრაობის და ხელისუფლების ისევ ტელევიზიით გამოდიან ისევ ქირქილებენ და აცხადებენ რომ არავითარ დაცმობაზე არავინ არ წავა ამას აკეთებენ მეორე ხარისხოვანი ლიდერები ჩვენ მათთან საქმე არ გვაქვს ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოს პრეზიდენტთან ჩვენ ვადებით მისგან პასუხს და ძალიან ცოტა დრო დარჩა პრაქტიკულად შევედგეთ დრო ამოიწურა ამიტომ ჩვენ ახლა ცოტა ხნით შევიკრიბებით პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მივიღებთ გადაწყვეტილებას და მერე თქვენთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ რა ფორმით და როგორ ვაგრძელებთ ჩვენ აქციას ყველა ქართველის სახელით უნდა გავამტყილოთ ხელისუფლება თუ არ წამოვა მაღალ დონეზე მოლაპარაკებაზე ოპოზიციის ლიდერებთან რა თქმა უნდა თქვენი თანხმობით საქართველოში აი ეს შეკრება გადაიქცევა საკოლექტივო ეროვნულ დაუმორჩილებლებად არ შემოვაკეთოთ პარლამენტს ჩვენი ნაგებობის ჩამოსვლას პოლიტიკური პარტიები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მშვიდობიანი ჩვენი წინააღმდეგობა იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი აბსოლუტურად უიარაღო ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად უსისხლო მაგრამ თუ დღეს საქართველოში თავარი გამზირი არის პარალიზებული
ჩვენ შემართებას, ჩვენ გამბედაობას გაუმარ! 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 ლევან გაჩეჩილაძეს უყურს ასეთი გამოთქვა. ჩვენს გამარჯვებას გაუმარ! 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 დიდება უფალს, დიდება ქართველებს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ დაჟინებული თხოვნა არის ახალგაზრდებისადმი. დაეხსენით იმ პლაკატს. ეხლა მოვა ცოტა ხანში ამ ეკრანი და მაგ პლაკატს ჩამოვსნის. დავანებოთ თავი. ნუ უყვებით პროვოკაციას. სულ ყველამ დატოვოს ის ტერიტორია ახალგაზრდებს მიმართავ. პაკეტს ამოვიდა და შემოგვიერთდნენ. გადავწე პოლიტიკური მოძრაობა მამულიშვილის ლიდერს ბატონ გია ბერძენაძეს. მამულიშვილო, პოლიტიკური მოძრაობა, ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა მამულიშვილით მოგესალმება თითოეულ თქვენთაგანს და მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ მოხვედით იმ ადგილზე, სადაც დაიღვარა ქართველი უნგრების სისხლი, სადაც 9 აპრილს დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი. ჩვენ ვღევართ ზუსტად იმ წმინდა ადგილზე და არა პარლამენტის წინ, რასაც ხელისუფლება უწოდებს. მე მინდა გითხრათ თითოეულ თქვენთაგანს, მორჩა შიშის დრო, დამთავრდა შიში, ქართველმა ხალხმა, საქართველოში მაცხოვრებელმა ყველა ღირსეული ერის წარმომადგენლებმა, აიდანა სიცივე, შიმშილი, აიდანა 1000 გვარი შეურაცხყოფა, მაგრამ სუში ჩაფურთხებას ვეღარავიდან ჩვენ, ისე როგორც თითოეული თქვენთაგანი, ყველა პატრიოტი, მეომარი, ვეტერანი გას თქვენ გვერდზე, თანამშრომლები პოლიციის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისინი ყოველთვის იდგენ და დადგებიან ხალხის გვერდზე. 4 წელიწადს დაახლოებით 4 წელი ხდება მას შემდეგ, რადგან ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა დღევანდელ ნაცმოძრაობას ებრძვის. ჩვენ ვიცავდით დავით აღმაშენებლის ძეგლს, ვიცავდით სტუდენტებს, კოლეჯის სტუდენტებს ამ ადგილზე, სადაც ხელისუფლებამ დაარბია. გარდა ამისა ჩვენ ვიცავდით უნივერსიტეტს, დედა უნივერსიტეტს, მონაწილეობდით ყველა აქციებში, მაგრამ ნიჰილისტურად ვიყავით განწყობილი იმ პერიოდში, რადგან ამდენი ხალხი არ მოსულა. მე დარწმუნებული ვიყავით ღრმად, რომ მოვიდოდა დრო, როცა ყველა ქართველი, საქართველოში მაცხოვრებელი, ყველა მისი დანამოქალაქე ერთხელ და სამუდამოდ მოვიდოდა დღეს და დაუსვამდა საბოლოო წერტილს ძალადობას. ჩვენ მოვითხოვთ უპირველეს ყოვლისა, რომ კონსტიტუცია ვადაგაცული პარლამენტი დათხოვნილი იქნას დღეს მაჟორიტარ დეპუტატებს გაზდითვა და 2 ნოემბერს გაზდითვა და ეს არის პარლამენტის 1/13 და პარლამენტი პრაქტიკულად უფლებამოსილი არ არის გააგრძელოს მუშაობა. ჩვენ ვითხოვთ ჩადარდეს აპრილში არჩევნები, დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ არ გვინდა რევოლუციები, ჩვენ არ გვინდა მაცავით შევარდნა პარლამენტში, ჩვენ არ ვაპირებთ ამას. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების მონაპოვარი. ჩვენ რასაც ვითხოვთ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად ღომის, ერთმანეთის გვერდზე ყოფნით ხელისუფლებას შვიდობიანი ფორმით ერთხელ და სამუდამოდ გავისტუმრებთ საქართველოსთან და ქართველ ხალხს თითოეულ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ მოგეცემათ არჩევანის უფლება, აირჩიოთ ღირსეული. დიდი მადლობა თითოეულ ქვეყანას, ვიდგეთ აქ სანამ არ მივიღებთ საბოლოო პასუხს ამ საყვარელი და გარდაცვალებული ხელისუფლებისაგან. ხელი ვეტერანები, მეომრები, პატრიოტები, ჩვენ გვერდზე ვდგევართ. თუ შეგეშინდებათ ხალხო, ჩვენ გარკვეული ვართ აფხაზეთში, სამაჩაბლოში, აი აქ არის ბიჭები, ვინც აიგეს ამიში დაბრა, განადგურეთ დესანტი რუსების, აი ერთხანა ჩვენ გვერდზე. თუ საჭირო იქნება, ჩვენი მკერდით დაგიცავთ თქვენ. არ შეგეშინდეთ ძმებო, ყოფილი და გეყვებით ყველას. ოპოზიციის ულტიმატუმის ვადი 60 წუთამდე 10 წუთი რჩება. უმრავლესობა ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ აპირებს, თუმცა კონსულტაციები ნინო ბურჯანაძესთან კვლავ გრძელდება. პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან ლაშა მიქაძე გვერდთვება. ლაშა, როგორია ბოლო ინფორმაცია, რა კომენტარს აკეთებენ უმრავლესობაში? პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის წევრებს შორის კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა. უკვე 1 საათია შეხვედრა გრძელდება და განაგრძობენ მმართველი პარტიის წევრები მოსვლას. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან მოვიდა ნოდარ გრიგალაშვილი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ ის პატივს ცემს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი საზოგადოების აზრს, თუმცა პატივს არ ცემს იქ მყოფ პოლიტიკურ მოძრაობებს და კერძოდ ბადრი პატრიკასიშვილს, რომელსაც ნოდარ გრიგალაშვილის თქმით 2 სამშობლო აქვს. ანგარის გასაწევია თითოეული ქართველი.
მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ანგარის გასაწევია პირველ რიგში ის გარემოებაც, როგორი პოლიტიკური ძალები ისარგებლებენ ხალხის უკმაყოფილებით და სამწუხაროდ უკმაყოფილო ხალხის სოციალური გაჭირვების გამო ჩვენ გვყავს. მე ვერ ვიჯერებ იმ ადამიანების დიდ პატრიოტიზმს, ამჯერა იმ ადამიანებისგან გადარჩენილი საქართველოსი, რომელსაც უბრალოდ ორი სამშობლო გააჩნიათ. მე ერთი სამშობლო მაქვს, მეტი არ მაქვს. ვის გულისხმობ და პატარგადაშვილს. პარლამენტის თავმჯდომარესთან ასევე იმყოფებიან უმრავლესობის სხვა ლიდერებიც, ისინი შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდნენ, რომ მზად არიან ოპოზიციასთან დიალოგი აწარმოონ საარჩევნო კოდექსში შესატან გარკვეულ ცვლილებებზე, თუმცა კატეგორიულად აცხადებენ, რომ 2008 წლის გაზაფხულზე არჩევნები არ დაინიშნება. არასერიოზულია ხა, მგონი ყველას ესმის ხა რა ულტიმატუმებზე ლაპარაკია. მით უმეტეს ხან ერთ უკიდურეს ვაშვარდებიან, ხან მეორეში, ხან დიალოგი და რაღაცას დავილაპარაკო და ხან ულტიმატუმია. ხა ეს ღრმად არასერიოზულია, მაგრამ ხა უფლება რომ ნებისმიერი ულტიმატუმი წამოაყენონ აქვთ. ოპოზიცია თავს ასევე ბურჯანაძესთან შეხვედრას აპირებთ თუ არა, რომ შეხვდეთ თქვენთან ერთად. ბურჯანაძესთან შეხვედრა ჩვენ ოპოზიციას ან ნებისმიერ დეპუტატების შეხვედრა რომ ნებდა, როდის იყო პრობლემა. ჩვენ ყოველ კვირა ხვდებით ერთმანეთს და ყოველ ორ შაბათს საერთოდ ტრადიცია არის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის. ეგ საერთოდ რატოა დასასმელი საკითხი, ვაგას ვერ ხვდები. რაც შეეხება 6 საათამდე გადადგომის მოთხოვნას და რაღაცებს, ეს ღრმად არასერიოზულია, კიდევ ერთხელ მეორე. არჩევნების დანიშნა? არჩევნების დანიშნა? გაზაფხულზე. ამაზეც უკვე დავიბენი რა არის მთავარი მოთხოვნა, მათ სიმართლე გითხრა, მაგრამ არჩევნების ვადამდე ჩატარებაზე, ანუ კონსტიტუციის შეცვლაზეც, აქამდე არაერთხელ ითქვა, რომ ჩვენ ამ იდეას არ უჭერთ ხარს და არარეალური არის. რა თქმა უნდა, ულტიმატუმის საუბარი ეს მე მგონი უკვე დანაშაულია საერთოდ. იმიტომ არ შეიძლება ულტიმატუმის ენაზე ელაპარაკო, თუნდაც განაცხენებულ მთავრობას, რომელიც იქით არის დანარჩენი საქართველოს, რომელიც არ არის მარტო 100,000 კაცი, ხო? ამიტომ ულტიმატუმები მე მგონი ეს არის დაძაბულობის კიდევ ერთი მცდელობა და ეს არანაირად არ შეიძლება მიუღებელი იყოს. საერთოდ ულტიმატუმის ენაზე საუბარი არ არის არავისთვის მომგებიანი. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, ეს ეხება მხოლოდ პროცენტთან დაკავშირებით ცვლილებებს, ასევე შეიძლება საუბარი იყოს, რომ გაუმჯობესთ ეს საარჩევნო სისტემა თუ რამე პრობლემა ექნება დაკვირვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ეს საარჩევნო სისტემა ვერ იქნება პარტიული, ამაზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა. ოპოზიციის ულტიმატუმის ამოწურვამდე სულ რაღაც 5 წუთი რჩება პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის წევრების შეხვედრა კი ჯერ ისევ გრძელდება. მადლობა ლაშა. პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში ქრონიკის კორესპონდენტი ლაშა მიქაძე საუბრობდა. ნინო ბურჯანაძესთან უმრავლესობის კონსულტაცია ჯერ არ დასრულებულა. ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე კი რამდენიმე წუთი რჩება. ახლა კვლავ ბრუნდებით რუსთაველის გამწირზე, საიდანაც პირდაპირ ეთერში თია სიჭინავა გვერდება. თია, რა ვითარება ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან? პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მაგდა აქცია კვლავ გრძელდება გამოსვლები. ზუსტად 10 წუთში კი იწურება ვადა, რომელიც აქ შეკრებილმა მოსახლეობამ და ოპოზიციის ლიდერებმა მისცეს ხელისუფლებას. ეს არის ულტიმატუმი. ისინი ითხოვენ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს მოთხოვნები მე მგონი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ განმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არის კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტული წესით დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს მოთხოვნები კიდევ ერთხელ დაეგზავნა დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციისა და ამ შეკრებილი მოსახლეობის მხრიდან, თუმცა როგორც ერთი არის ცნობილი ჯერჯერობით, არც ოპოზიციას და არც აქ შეკრებილ მოსახლეობას არავინ არ გახმაურებია ხელისუფლების მხრიდან. ყოველ შემთხვევაში მიტინგზე ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა. თუ რას აპირებენ ისინი ვადის ამოწურვის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები და რა ფორმით გაგრძელდება აქციები, ამას ჩვენ ოპოზიციის კომენტარებიდან შევიტყვით. ვართ ბურჯონისთვის ბოლომდე მზად. თქვენ გენაცვალეთ, სხვანაირად არ ვფიქრობდით, ჩვენ აქედან არ დავიშლებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები, კანონიერი, კონსტიტუციური, სამართლიანი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული და არც ხამე, არც დღე არ მივატოვებთ ამ ბრძოლის ველს რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის წინ. მე მინდა სიტყვა გადავცე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს ბატონ სოსონ შატბერაშვილს. თუ კი ეს მოთხოვნები, ხალხის მოთხოვნები და ოპოზიციის არ შესრულდება, აქ ხვალდაზე გმოვა მთელი საქართველო. 200,000, 300,000 კაცი მოვა. მოდის ხალხი და მოდის. სხვასა. მოთხოვნა რომ გაიმართოს დიალოგი.
აქ სრულად ნათელია შეკრებილია მთელი საქართველო, ამიტომ ყველა შემთხვევაში თავისუფალი არჩევნები გაიმართება და ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას შანსს, რომ მან მონაწილეობა მიიღოს დიალოგში. არ დაგთანხმდებათ რა? ჩვენ არ ვაპირებთ დაშლას და აქ ხალხი დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ ორი კვირის წინ გაუგზავნეთ ამ ხელისუფლებას ის მოთხოვნები, რამაც ეს 10,000-ობით და 100,000 კაცი შეყარა. ჩვენ 6 საათამდე ველოდებით მათგან პასუხს. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის უბრალოდ შეხვედრის ცდელობა. პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის. ქალბატონმა ბურჯანაძე მას გამოაცხადა ეგა. ჩვენ ველოდებით მათ პასუხს. თუ არ დაგთავდება, ეს ხალხი გადაწყვეტავს. აქცია ამ წუთებში კვლავაც გრძელდება, როგორც კომენტარებიდან შეიტყვეთ, არაპირებენ აქციის მონაწილეები დაშლას, ვიდრე ხელისუფლება